ილგამა ბერძენიშვილი უპირველეს ყოვლისა არის ბედნიერი კაცი, იმიტომ რომ მან ახალგაზრდობაში ჩაიფიქრა, რომ უნდა იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში და იგი ცხოვრობს დამოუკიდებელ საქართველოში, რის გამოც ცოტა ხანი პოლიტიკური პატიმარი იყო გულაგში, რაც არის მისი ბიოგრაფიის მთავარი შემადგენელი ნაწილი. მე მქონდა ორი ოცნება ბავშვობიდან, იმიტომ რომ 14 წლის ასაკში გავიცანით 13 წლის გოგო, რომელიც ძალიან მომეწონა და ეს იყო ჩემი ერთი ოცნება პერსონალური და სადღაც 15 წლის ასაკიდან გავიგერო საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი. ძალიან ადრე, სხვა შორის, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ამაზე ბევრი არ ფიქრობდა. ყველას უნდოდა, მაგრამ ყველას ეჩვენებოდა, რომ შეუძლებელია. მე მომეჩვენა, რომ ეს შესაძლებელია. და ეს ოცნება ამისრულდა. ახლა ახალი ოცნებები მაქვს, მაგრამ ამისთვის საკმარისი დრო შეიძლება აღარ იყოს დარჩენილი. ბავშვობა ჩემთვის დამთავრდა მაშინ, მე მგონი, როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სადღაც მე ვიყავი მეხუთე კლასში. და აბსოლუტურად ბავშვი ვიყავი ყველანაირი თვალსაზრისით და ბაბუაჩემთან მქონდა რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა. დედაჩემის მამა იყო, იმიტომ რომ მამაჩემის მშობლებს მე ვერ მოვესწარ. რაც შეეხება ბაბუას, სიახლოვე მქონდა. და ძალიან საინტერესო კაცი იყო. მის სიკვდილს მე შევესწარი სამწუხაროდ, პირველი სიკვდილი იყო, რომელიც ჩემ თვალწინ მოხდა. სხვათა შორის ბავშვები გავიპარეთ სკოლიდან და ჩემი წინადადები წავედით ზღვაზე და ზღვიდან მოვდიოდი, სველი მქონდა ყველაფერი და მეშინოდა სახში ამას გამო რამე წინა ხვდებოდა ხო არ შემხვდებოდა და ამ დროს ბაბუაჩემის ამბავი ჩემთვის არავის არ ეცალა და ესე სველი ვიდექი და შინაგანად ძალიან განვიცადე და აი მაშინ მივხვდი, რომ ეს რაღაცა დასასრული, რაღაც ტიპის დასასრული. სიკვდილთან პირისპირ შეხვედრა, ძალიან დიდხანს და წვალებით კვდებოდა და აგონია ვნახე და რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ ასე მთავრდება ხოლმე ბავშვობა. კეპეში სწავლის დროს მეორე კურსზე მათემატიკის ლექცია იყო ძალიან უინტერესო და მე წიგნს ვკითხულობდი ჩუმად. და მომეპარა ლექტორი და ეს წიგნი წამართვა და აჩვენა 100 კაცს, რომ წიგნს კითხულობს, რომ მთელი 100 კაცი გეპეში მოკვდა სიცილით, რომ ვინა ეს სულელი. და მე მან წიგნი გაშალა და ჩახედა და ლექსებიაო თქვა და ლექსებიაზე 100 კაცი ცუდად გახდა სიცილიდან და მე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო. წლების მერე კეპეში ლექცია ჩავატარე და მივხვდი, რომ არც ლექციის ჩასატარებელი ადგილი არ არის. თავისებური ადგილია, ვისაც მოწონს მოეწონება, მე არ მომწონს კეპეი. მე საერთოდ არ მომწონს, როდესაც ასეთი სიხშირე არის ერთი სქესის, ანუ ყველა კაცი რო არის, ან ყველა ქალი. უნივერსიტეტში მეორე პრობლემა იყო, 100 გოგო იყო და 4 ბიჭი ვიყავით. ახლა იმ პერიოდში კი მიხარობდა, იმიტომ რომ გვეფერებოდნენ და გვივლიდნენ და თავზე ყვებოდნენ, მაგრამ მე მეგობრები აღარ გამომყვა ბევრი, იმიტომ რომ რატომღაც ჩემები ბევრი წავიდა. წერის დროს მთავარი არის შინაგანი ხმა გავიგონოთ. ძალიან ხშირად ადამიანები ტექნიკურად წერენ, ასე თქვა, ცდილობენ რაღაცა აზრი გამოხატონ და უფრო მეც ფიქრობენ გრამატიკაზე, ვიდრე ფიქრობენ იმაზე, რაც უნდა ითქვას. მე ვფიქრობ, მე არასოდეს არ ვფიქრობ გრამატიკაზე, მაგას მე იქნება დრო. ჩემი მეუღლე წაიკითხავს, რომელიც გრამატიკაში ჩემზე გაცილებით უფრო სერიოზული ექსპერტია. მე რედაქტორი წაიკითხავს, მე თვითონაც უამრავჯერ წაიკითხავ. მთავარი წერის დროს არის არ გაგექცეს ის საგანი, რაზეც წერ. ლიტერატურის მთავარი ფუნქცია დაიცვა სიცოცხლე. ჩემი აზრით არაფერი ისე არ იცავს სიცოცხლეს, როგორც მხატვრული ლიტერატურა. ეს მისი პროფესიული მოვალეობა, იმდენად, რომ მწერლები თავსაც კი იკლავენ. ანუ იქით ამ ხრიდან სიცოცხლე მოედინება აქეთ და არა პირიქით, ჩვენგან კი არ მეაქვს. ჩვენთვის მოდის. ერთხელ ერთმა მწერალმა თქვა, რომ იმისთვის რაღაცა დაწეროს, საკუთარი სულიდან ძაფებად უნდა ამოგლიჯო ამბები. და რა თქმა უნდა, ლიტერატურა ძალიან მტკივნეული საქმიანობა, იმიტომ რომ შენ იმეტებ ყველაფერს, რაც სასიცოცხლო აწალა და მწერლები ძალიან ხშირად თავს იმიტომ იკლავენ, რომ არაფერი აღარ რჩება, სასიცოცხლო ძალა არ რჩება.
ჩემი ცხოვრება რო წიგნი იყოს, კაირო ფეფხისტყაოსანივით იქნებოდა ბევრი ამბავი არის მასში, ბევრი ქვეყანა, ბევრი გზა, ბევრი პრობლემაა და ასე. საინტერესო ცხოვრება მქონდა, ახლა მე საყვედურს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ერთი მე მყავდა ძალიან საინტერესო მშობლები. მე მქონდა ძალიან ბედნიერი ბავშვობა. მე მყავდა როგორც უფროსი, ისე უმცროსი ძმა. მე ბევრი საშუალება მქონდა ცხოვრებას დაკვირვების. მე ვისწავლე ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო სკოლაში. მე მყავდა ქართული ენის მასწავლებელი, როგორც არავის არ ყოლია. ერქვა მას ნანა ღლონტი, ეს იყო წარმოუდგენელი ფიგურა იმ პერიოდში. მას შეეძლო ესა კომუნისტური დრო, მას შეეძლო არაეხსნა მასალა, რომელიც მას არ მოწონდა. მას შეეძლო გამოეტოვებინა მწერალი პროგრამიდან. მას შეეძლო ეჩხუბა დირექტორთან და მას შეეძლო დავეცავი მე იმ ვითარებაში, როდესაც სხვები თავს მესხმოდნენ დირექტორიდან დაწყებული. ანუ განსაკუთრებული ფიგურა აღარ არის ცოცხალი და კიდევ მე ვისწავლე ისეთ ადგილას, მე უნივერსიტეტში მე ისეთი მასწავლებლები მყავდა, აკაკი შანიძე, მზექალა შანიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, თინა ყაუხჩიშვილი, რიზმა გორდეზე, ახლედიანი, მე მასწავლებლები მყავდა, რო ჩამოვთვლი ხოლმე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა უნივერსიტეტი რო შეკრიბო ახლა ამდენ გენიოს ერთად ვერ მოუყრით, თავს არ აქვს ახლა ასეთები. რომ იყოს ასეთი საშუალება, რა თქმა უნდა, სიამოვნები დაველაპარაკებოდი ჩვენს გიგანტებს, მაგათაც ბარათაშვილთან მექნებოდა მშვენიერი საღამო ყავაზე. არ ვიცი, ბარათაშვილს ეყარებოდა თუ არა ყავა, თუ არა და ჩაი მეორევე მიყვარს, პრობლემა არ არის. მაგრამ ვინაიდან ეს ნაკლებად რეალისტურია, სიამოვნებით დაუსვამდი კითხვას, მაგალითად მარიო ვარგას ლიოსას. კინაღამ დაუსვი კიდევაც, აი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და მე დაგეგმილი მქონდა, სად და როგორ დაუსვამდი კითხვას. მე ვერ ჩამოვიდა, მე სხვა მიზეზის გამო. მაქვს შეკითხვა კუტზე ესთან, გაუგზავნე კიდევაც ეს შეკითხვა არ მიპასუხა. დიდი მწერალია, ცოტა უცხირპირო კაცია ვამბობენ და შეიძლება მართალიცაა, იმიტომ რომ საერთოდ არ მიპასუხა. ძალიან დიდი ბოდიშებით და რევერანსებით დაუსვი კითხვა. მის შესანიშნავ რომანზე, რომელსაც ქვია იესოს ბავშვობა. ბრწყინვალე წიგნი არის და თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალია, მაგრამ ამან პასუხი არ გამცა. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში შემხედრია ძალიან ცნობილი ადამიანები, და მიმოწერაც კი მაგალითად, მაგალითად ანტონიო ბანდერასთან. მაგალითად შევხვდით ამერიკაში ზოროს როლს ასრულებდა და გამოვარდა გარეთ სიგარეტის მოსაწევად, მთელი ამერიკა არ ეწევა მოგეხსენებათ და უკვე არ ეწეოდა იმ. მე ისტორია ძალიან მიყვარს, სიამოვნებით ვიქნებოდი მაგალითად რუსთაველის ეპოქის ადამიანი, რომ კარგად შემესწავლა ვინ არის, აბა რომელი შეიძლება იყოს რუსთაველი, იმიტომ იმდენად არაფერი არ ვიცით და იმდენად გულდასაწყვეტი ამბავია. ჩვენ გქონდა ისტორიაში მომენტები, სადაც ცხოვრება არ ღირს. ახლა მე-17 საუკუნეში და მე-18-ში საქართველოს ცხოვრება ნამდვილად გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე ახლა არის. იმიტომ რომ საზოგადოებაც არ ვარგოდა, ძალიან სერიოზულად პრობლემები ჰქონდა ჩვენს მტრებიც ყავდა და თვითონაც არ ვარგოდით. მაგრამ ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, მაინტერესებს ის ხანა და ის ეპოქა და ის ქვეყანა, რომელიც ჩემი სამუშაოს ძირითადი, თქვა 90% ჩემი ფიქრების იქ არის, ესაც ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის ათენი. ვიქნებოდი ერთ-ერთი მოქალაქე ათენში. თუ ქართული ერთი წიგნი უნდა წაიკითხოს კაცმა, აქ ლაპარაკი არ არის საჭირო, ეს ვეფხისტყაოსანია. თუ კიდევ ერთ წიგნს წაიკითხავდა ქართველი კაცი, ბარათაშვილის პოეზია თავისი პოემით არის წასაკითხი და თუ ამის მერე კიდე ძალიან არის, ალუდა კეთელაური უნდა წაიკითხოს და გალაკტიონს უჩემოდაც წაიკითხავენ, ჩემი რეკლამა არ ჭირდება. რაც შეეხება მსოფლიო წიგნებს, არ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც ილიადა და ოდისეა არ აქვს წაკითხული, ჩავთვალოთ ერთ წიგნად. ძალიან გამიჭირდება გაუგო ადამიანს, რომელსაც დონ კიხოტი არ აქვს წაკითხული. და ასევე ძალიან გამიჭირდება გაუგო ადამიანს, ვისაც დიდი რუსული კლასიკა, მაგალითად დოსტოევსკი და ტოლსტოი არ აქვს წაკითხული. ამ თვალსაჩინით ვერაფერი ვერ შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმაც კი. მე როგორც ქართველი კაცი სიამოვნებით მივიწერდი ვაჟა-ფშაველას ალუდა კეთელაურს. მის პირველ დიდ პოემას, რომელშიც მან ისეთი გრანდიოზული იდეები გამოთქვა, რომ მე მგონი თვითონაც კი შეძრწუნებული იყო ამ სიდიადით.
რა თქმა უნდა ამ 600 სტრიქონს ყველა სტრიქონს ცალკე მოვაწერდი ხელს და მივითვისებდი მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე ერთხელ ნიჩემ თქვა ნაწყენი ვარ მე სტენდალზეო იმიტომ რომ მაგანო ჩემი სათქმელი თქვა სტენდალმა თქვა ღმერთის გამართლება მხოლოდ ის არის რომ იგი არ არსებობს და ნიჩემ თქვა რომ ეს მე უნდა მეთქვა დაახლოებით ასე ვფიქრობ მე რომ აუდა კეთილაურის სახე მე უნდა გამომეგონებია მაგრამ დამას რო გინიოსმა მართალი გითხრა სიტყვა სამყარო ადამიანების გარეშე საერთოდ არ იქნებოდა იმიტომ რომ სამყარო ესა ის რაც არის გააზრებული ადამიანის მიერ ეს არ არის უბრალოდ არსებული რაღაცა ნივთიერებათა ჯამი სამყარო არის სწორედ ის რომ ადამიანს აქვს თავის შეხედულება მასზე ადამიანის გარეშე არაფერი არ არსებობს საერთოდ აზრის გარეშე საგანი არ არსებობს ციგნი არის ყველაზე საინტერესო ნივთიც და გამოგონებაც და სიტყვა რომელიც ციგს ქმნის ციგნი ახლა უმბერტო ეკოს აქვს თქვენ რომ ყველა ციგნის სასარგებლოა ტელეფონების ციგნიც კიო მაგრამ მე როცა ვამბობ სიტყვა ციგს ძირითადად ხატრულ ტექსტს გულისხმობ მუსიკა მე ოდესღაც თვითონ ვსწავლობდი მუსიკას და ხელი მოვიტეხე და ესეთი სულელი ვიყავი რომ ბედნიერი ვიყავი ხელის მოტეხე და ფორტეპიანოზე არ ვილიდი მერე თვითონ შევქმნით ანსამბლი და გიტარაზე უკრავდით ვღეროდი და სხვა და დაგვაკდა მუსიკალური ცოდნა რაღაცნაირად კომპენსირებული მაქვს იმით რომ თითქმის პროფესიონალი მუსიკოსი მყავს მეუღლე რომელიც ძალიან სერიოზულად ფლობს ინსტრუმენტს მაგრამ მე მიყვარს მე უამრავი ჩანაწერი გაგიკვირდებათ ახლა ჩემ ტელეფონში ვინმე რო ჩაიხედოს გაუკვირდება იქ მე არ მგონია ბეთჰოვენს რამე კონდეს დაწერილი და მე არ მქონდეს ტელეფონში საერთოდ მე ეჭვება მეათე სიმფონიაც კი რომელიც არ დამთავრებულა და ახლა მისი აღდგენა მიმდინარეობს და სხვა თავიდან ყველაფერი მაქვს წარმოდგენილი ისე იგი მიყვარს ძალიან კლასიკური მუსიკა განსაკუთრებით ეს რომანტიკოსები ბეთჰოვენი მოცარტი იცით მე ვარ კაცი რომელსაც საბჭოთა კავშირში უფრო მეტხანს იცხოვრა ვიდრე დამოუკიდებელ საქართველოში და სულ ვიცი რომ მაკლია რაღაცა დრო მაგრამ არასოდეს არ ვანგარიშობ და საკუთარ თავს ვკითხავდი შენ რო არ ანგარიშობ შენი არაცნობიერი ხო ანგარიშობ და ხო ზუსტად ეცოდინება რამდენი გვჭირდება ანუ ძირითადად თავარი შეკითხვა ცხოვრებაში არის რისთვის მოვედით ამ ქვეყნად მე უკვე ვიცი ამ კითხვაზე პასუხი ამ კითხვას დაუსვამდი ყოველ შემთხვევაში ამ კითხვის დასმის შემთხვევაში პასუხს მივიღებდი და კიდე არის კითხვები რომელზეც მე თვითონაც ვერ გაგცემთ პასუხს